საღამომშვიდობებისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ, ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას და დღეს ჩვენ კვლავ უბრუნდებით საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს უკვე მთლიანად ღიად ჩანს თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში, არა თუ უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა აი ამ გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან, არამედ უკვე გადავიდნენ მოქალაქეების წინააღმდეგ, გადავიდნენ უკვე შეურაცხყოფების მიყენებასთან დაკავშირებით და უკვე თბილისში, არა თუ მარტო თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებს, არამედ სრულიად საქართველოში თუ გარკვეული ადამიანები არ არიან მათ პოზიციაზე, მათ აყენებენ შეურაცხყოფებს. მათ ესე იგი მოიხსნებენ რუსეთ უმეებად. არაერთი ფაქტი მოგთა თბილისში და ახლა რამოდენიმე დღის უკვე, როდესაც ქალაქის მერიას უნდა გაენათებინა ნაძვისხე, იქ ქალბატონმა მიიყვანა შვილი მისი და ბავშვები ხო ვიცით ახლა ნაძვისხე როგორ უხარიათ ბავშვებს და როგორ ხვდებიან ისინი ახალწელს და აი ამ ქალბატონთან მივიდნენ ეს რაღაც გარკვეული რადიკალური სექტანტური დაჯგუფება და დაუწყეს შეურაცხყოფის მიყენება. არა თუ მარტო ქალბატონს, არამედ ამ ბავშვსაც, ხო? და მე შემდგომ დააბოლინგეს ეს ქალბატონი და რა ვიცი 1000-ნაირი კადრები დაამონტაჟეს და რა ვიცი ყველა როგორც ჩვევიათ მათ, თავიცი ესე იგი ტექნოლოგიების და მიხედვით დაიწყეს შეურაცხყოფების მიყენება. ასევე ხვდებიან ხალხს ქუჩაში. ხალხი ადამიანები თუ მათ გვერდით არ არიან, მათ ეუბნებიან პირდაპირ თქვენ ახლა მოღალატეები, თქვენ ახლა რუსეთ უმეებიო. ეხლა გუშინ საღამოს კიდევ ვიღაც არ ვიცი ეს ნორმალური საქციელია, ნორმალური ადამიანი არის, ვიღაც გოგო მოდის ქუჩაში, უჭირავს საყვირი ხელში და შუა ღამეს ჩახვირი სამსახურში და ხალხო გაიგვიძოთ გამოდით ქუჩაში. მოკლედ ესე იგი აღარ არიან უკვე ესენი თავის ჭკუაზე, აღარ არის უკვე ესენი ის, აღარ არის ის უკვე პოლიტიკური ბრძოლა არ არის ეს. ეს არის რაღაც გადასული სექტანტურ და ავამტყოფურ მოქმედებებში, რომელიც არის სასწრაფოს ასახკვეთი და უნდა აღკვეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. იმიტომ რომ ხალხი უკვე გამოდის და ამბობს და ღიად აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც პოზიციის საფუძველს უკვე შეწუხდა საქართველოს მოსახლეობა შეწუხდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეწუხდა ამ ავამტყოფური დაჯგუფებების მხრიდან. ასევე დღეს შემოსულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც ხვდება როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლების წარმომადგენელს და ასევე ჩვენ, ესე იგი, კიდევ კვლავ ველოდებით არეულობის ახალ ტალღას, რომელიც არეულობის ახალ ტალღასაც აფიქსირებს და აანონსებს ეს ქუჩა მოწანწალი ავამტყოფი და რა ვიცი, საიდან მოიყვანეს, საიდან გამოჩეკეს ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც გაუტკბა ეგ ორბელიანების სასახლეში ჯდომა კრუხივით და გაუტკბა ეგ ბორდერში ყოფნა და გაუტკბა ეგ ნაირ-ნაირი ესე იგი სანახაობები და აღარ უნდა იქიდან გამოსვლა. უკვე შეეჩვია ეგ აუცხოვრებას და რა ვქნათ, ახლა დავტოვოთ იქ და აიყოს და იცხოვროს როგორც უკანონოდ შეჭრილი მოქალაქე უკვე ესე და გააგზავნოს ის ცხოვრება. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. მოგესალმებით ბატონ რამაზ, მადლობა რომ მომბრძანეთ ჩვენთან სტუდიაში. ბატონო რამაზ, აი დავიწყოთ იქიდან, ნახეთ, თავიდან მიხილეთ მთლიანად ესე იგი ამ მოძალადეების მოქმედება, როგორ მიდიოდნენ პირდაპირ იერიშზე და მოქმედებები ჩადიოდნენ ისინი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და პირდაპირ გადასული იყვნენ უკვე სამხედრო ტექნოლოგიაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, რომ იერიშზე გადასული აზიანებდნენ პოლიციელებს, აზიანებდნენ პარლამენტის შენობებს, შემდგომ იყო და ახლა შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა და ეხლა ეგ ნაძვისხის ანთებასთან დაკავშირებით მივიდნენ ადამიანები და ასეც არის, ხო? ყველას უხარია, ახალი წელი გასვა, ახალი წელი მოდის, რაღაც ახალი სიახლე, ახალი ცხოვრება და შესაბამისად, როგორც ჩვენ გვიხაროდა ბავშვობაში ახალი წლის მოსვლა ხვდებოდით ჟრიამულით და ხვდებოდით იოლ ნაძვისხესა და რაღაც გარკვეული სიხარულით, ისე არის ეს ჩვენი ბავშვებიც, ახლა შვილებიც, შვილიშვილებიც და მათ უნდათ რომ მისულიყვნენ იმ ნაძვისხეზე და აი ნაძვისხეზე ღონისძიებები, რომელი ღონისძიებები თქონდა ქალაქის მერიას დაგეგმილი, აი ამ რადიკალურმა სექტანტებმა ჩაშალეს და ვერ წარმოვიდგენთ თუ ესე იგი რომელიმე ისა სექტის წარმომადგენელი მივიდოდა ეგ დედას და შვილს როგორ აყენებს შეურაცხყოფას და რას აქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ და საიდან უკვე გამოჩნდა ეს უკვე რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები უკვე. მე ესე ვიტყვი რომ ეს ხალხი უკვე ეს რამ გარკვეული რაოდენობა დაახლოებით 500 კაცი ყავთ, რომელიც დიდი ხანი უკვე გაატრენინგეს, ჯერ კიდე შარშან დაყავდათ და ატრენინგებდნენ. აი ამისთვის, მაიდნისთვის გაამზადეს. ესენი არ არიან ის ადამიანები, რომ რაღაცა მორალიან, რაღაცა მოსთხოვ, რაღაც აი რაც არ უნდა მოსთხოვ, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ არც ასე ვთქვათ გედებატება რა, არაფერზე არ გელაპარაკება. არ აღიარებს არავითარ
განსხვავებულ აზრს, არაფერი არ აინტერესებს, თვითონ არის მართალი, ტროცკისტები არიან. პირდაპირ არიან ტროცკისტები რა. და აი ეს პავლიკა მოროზოვის სულიერი შთამომავლები არის. ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხია, რომელიც ფულის გულისთვის არც იმას მოერიდნენ, რომ ეკლესიაში შევარდნენ და პირიქით მოერიდნენ კი არა, პირიქით მოუწოდებენ კიდევაც ხალხს, რომ აი ეს ეკლესიებიც დაარბიონ და გააკეთებენ კიდევაც თუ მიუშვი ყველაფერს იზავენ და აი ეს ძველი ბოლშევიკური ტროცკისტული ტალღა მონაგონი იქნება ამათთან შედარებით, იმიტომ რომ იმათ კიდე რაღაცა ასე ვთქვათ მუხრუჭები ქონდათ რა, ჯერ არ იყო ესე ბოლომდე. ამგეს მუხრუჭებიც არ აქვთ, ყველაფერზე არიან ხელის მომწერი. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ხო თელმა საქართველოს მიხილა, კაცო ის ნორმალურად იქ დედაშვილი რომელიც მივიდნენ და რა დღეში ჩააგდეს ის საცოდავი ქალი რა. აქ დედაშვილზე არ არის ლაპარაკი, პირიქით პირდაპირ მოითხოვენ რომ აი ეს მაგათი სექტის დამფუძნებელი ვინც არის და ახლა იქ ბივამეთში რო ყავს ბიძამისთან კგბ-ს გენერალთან ლაპარაკის დროს პირდაპირ მოითხოვდნენ ჩვენ გვახსოვს მოусმინეთ ხო ამას ტელევიზიით რომ ბიძამისთან კი არა ამ გვარამიას რო ელაპარაკებოდა რომ იმე კარგი იქნებაო რომ ან პატარა ბავშვი მოკვდესო ან ფეხმძიმე ქალი ხო საუკეთესო იქნებაო რომ მოკვდესო რომ ხალხიო გამოვიდესო გაგიჟდესო იცით მე ვფიქრობ რომ აი ეს სექტანტები და ეს მოძალადე ხალხი ხო ესენი სასწრაფოდ აღსაკვეთია ეს ყველაფერი თორე ძალიან დიდ სისხლის გუბეებს დააყენებენ ქვეყანაში და რას უფრო მეტი გაგრძელდება ესა უფრო მეტი სხვა აი ეს ასე ვთქვათ გაბრიყვებული ვიღაცა სტუდენტები ვიღაცები აუ ევროპას გვართმევენ რაღაცას ხო გაძლევდნენ ეს ევროპას და ეხლა გართმევენ რა და ეს გადადის ისეთ ქაოსში რომ ამის გაკონტროლება მე ძალიან ძნელი იქნება მით უმეტეს აი ამ სექტანტებს ვინც აი ეს სადაც გაატრენინგეს იმ ევროპაში აი ესენი რა ხო სერიოზული დაფინანსებაც აქვს და სერიოზული ზურგიც აქვს რასაც ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ ხო გინდა ამ ევროკავშირის ლიდერების განცხადებებში და გინდა იგივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციებიდან ასე რომ ამას უსერიოზულესი ზურგი აქვს და უსერიოზულესი დაფინანსება და გეგმაც უდევთ რაც უნდა გააკეთონ. ნუ ხედავთ რასაც აკეთებენ, ხო? ეს არის გაწერილი გეგმით მუშაობა. ეხლა ერთი პერიოდი უკვე ჩვენ ნახეთ რეებიქნეს, ხო? ეს მოლოტოვის კოქტეილების სროლა და მე რო უყურებდი ვერ მივხვდი რა ხდებოდა. იმიტომ რომ მეთქი იერიშით იღებენ იმას, შენობას რა. ეხლა ქართული ოცნება ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ნაომარი ხალხი ეს სპეცრაზმელები, ნაომარი ვაჟკაცი ბიჭები დააყენა და აფურთხებინა ვიღაცა ბოდიში და პიდარასტებს რა. და ვიღაცა ლესბოსელები მიდიოდნენ და რაღაცებს აფურთხებდნენ და რაღაცებს გამყიდველოს და შენაძირალა და რა გინებდნენ. ყველაფერს კადრულობდნენ, ყველაფერს კადრულობდნენ. ეს წარმოიდგინეს ნაომარი კაცს რო და უდგას წინ და ხმას ვერ იღებს, არ იღებს, იმიტომ რომ არ აღებინებენ ხო ხმას და მერე რო ეტყვი რომ მიდი ერთი მაგა დედაცოტი ეს უკვე მერე აღარ დაინდობს არავის რა თქმა უნდა ამის უყველა ამ არეულობაში მოყვა ის ვიღაცა სტუდენტიც ის ვიღაცას ეხლა ჟურნალისტებზე მე ცოტა ისეთი წარმოდგენა მაქვს რომ ესენი ჟურნალისტები არ არიან ესენი არიან მე იმ ზონდერ ჟურნალისტები ზონდერები არიან ჩვეულებრივ თო ჟურნალისტი უბრალოდ სახელებია ჟურნალისტების კი მაგრამ ჟურნალისტი არის ცალკე პროფესია ჟურნალისტობა და ისწავლება ეს ჟურნალისტობა ცოტა სხვა თემაა ხო რაღაც მეცნიერება ჩათვალე რა და ესენი რა ეს ჟურნალისტები არიან სულ ერთია გააჩერე ან ისტორიიდან კითხე რამე ან რვაჯერ ვაკითხე ან რაღაცა კითხე რა ხო
გამორიცხულია. არის დატრენინგებული ზონდელი, რომელმასაც დავალებას აძლევდა ეს ასრულებს. ჩვენ ვნახეთ ეს მანამდეც ბევრჯერ ვნახეთ და ეხლაც ვიცით ხო, ეს ჟურნალისტი არ არის. ეს არის ზონდელი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ აი ნახავს ვიღაცა ახალგაზრდა კაცს, რომელიც აი ცოტა ისე ჯამთელი კაცია და მივადა ისეთ რაღაცებს უჩხიკინებს, რომ გამოიყვანს წყობილებიდან, რომ თუ არ ახარ მზად შინაგანად, რომ თავი შეიკავო, აუცილებლად წიხლის ქვეშ გაიგდებ რა. და ამიტომ მე სულ ვფიქრობ, რომ ეს დიდი ხნის ნამუშევარი უკვე ეხლა ბოლო გასროლა აქვს, ასე ვთქვათ და ყველა ძალას ისხმარენ და ყველაფერს გამოიყენებენ, რომ აქ სისხლის გუბეები დააყენონ და ამიტომ ეს უნდა მიხედოს ხელისუფლებამ ამ თემას. მე რომ მაჩვენებს ტელევიზორში, რომ აი აქ რაღაცა იგეგმება და ეს იქ რაღაცას მე რა უნდა ვქნა, დავიჭირო? შენ უნდა მიხედო ხო ამ თემას. იცით რა არის ბატონო? არ უნდა მიწევდეს ვიღაცა შტერი გოგო დადის იმაში ქუჩაში და მაღვიძებს ხო ბავშვი ძლივს დავაძინე სიტყვაზე ვიძახი შვილი და წამომიხტუნა ვიღაცა იმას მასიურად დაიწყო ეს პროცესი თბილისში უკვე მასიურად გადანაწილებული არიან ჯგუფები სპეციალურად ეს არის დავალება ხო დავალება პირდაპირ და დადიან ესე უბნებში საყვირები ხელში და გაიღვიძეთ ხალხო გამოდით ქუჩაში ეს არის უკვე რა არის ეს არის ფაქტიურად უკვე ერთ-ერთი იმ გეგმის ნაწილი რომელი გეგმის ნაწილი საფუძველს უკვე მართლაც ვიღაცამ გადმოყოს თავი და ასეც არის სწორიც იქნება მართალიც იქნება ეს ადამიანი აემნიდან და რაღაცა ესოლოს და თავში ჩაარტყას და დაზიანდეს და მე იტყვის რომ აი ნახე ხელისუფლებამ რა გააკეთა ხალხო და როგორ ესე იგი მოექცენ ამას და ამას სპეციალურად გაკეთებული ყველაფერი მე მორბის და იძახის რომ აი ტიტუშკები ტიტუშკები აი მაგ ტიტუშკებზე გამახსენა ნახე რა ხდება ხო იყო ტიტუშკები მოგცემ ვინ აღმოჩნდა ტიტუშკები კაცო აი ჟურნალისტებს რო დაესხენ თავზე იმათიანები აღმოჩნდნენ ისევ ნაციონალების აღმოჩნდნენ რატომ აღარ იღებენ ხმას არ არის იცი რა არის ეს არის გაწერილი გეგმა ისიც ნაციონალები არიან ესენიც ნაციონალი აი გაწერილი გეგმით მიდის ყველაფერი აი ეს ყვირილის გაღვიძებაც ის დედაშვილს რო შეურაცხყოფა მიაყენეს იქ ეკლესიაშიც რო ეს არის გაწერილი გეგმა გეგმის ნაწილია და მიდიან გეგმის მიხედვით ნახეთ ახლა რა ჩადის ეს ხალი კიდევ მოკლედ ესე იგი არ არსებობს ქვეყანაში რაიმე გარკვეული მიმართულებები რომ სადაც ცუდია ყველაფერი და იმ ცუდში არ იყოს მონაწილე ეს ხალი რა ეს ფუფალა მოწანწალე პრეზიდენტი ხო ბიჭო ისა ჩადის ახლა ევროსაბჭოს ევროკავშირში ჩადის ევროსაბჭოს თომაზე ჩადის გაიგე და სიტყვით გამოდის ჯერ თვითონ წავიდა არავის არ გაუშვია მაგიდა ახლა როგორც ყოველთვის ამოვარდნილია პროტოკოლიდან და არავით არის პროტოკოლს არ ემორჩილება და არავით კონსტიტუციას არ ემორჩილება და გამოსვლე მე ვარო პირდაპირ რევოლუციის ფლაგმანი და მე პრეზიდენტი ვარო მე არსად არ მებდივარო ამას ყველაფერს აცხადებს და ჩავიდა ეგ აი როგორი ცუდიც არ უნდა იყოს შენ ქვეყანაში გინდა ხელისუფლება და გინდა სხვა დანარჩენი თანამდებობის პირები ხო ჩავიდა ტრიბუნალზე გამოდის და რა სისულელეები დააბრაყუნა არა სისულელეა და რა გააკეთა ახლა ბიჭო მთელი რა ვიცი ახლა იქაც არიან ადამიანები რომლებიც ხუჭავენ შექმნის სიტუაციაზე მდგომარეობას იქო საიმაშიო თბილისშიო მიტინგების დროს რას ამბობთო ისეთი წყნარად ლამაზად მიდიოდა ყველაფერიო ხო და ისეთი მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი არავით არის ძალადობაო არავინ არ დაზიანებულაო და ესენიც კაცო წამოდგენ მეხზე ტაშუკრავენ გაიგე არა მოდი შევთავაზოთ რომ იქ იჯდა 15-20% კი ბატონო ვიცი ხო ვიცი ტაშუკრავდა და ის მეტაშეები კიდე ის ნაწილია რომელიც აი ამ ყველაფერს აფინანსებს და აკონტროლებს და მართავენ და ჯერეთი და მეორეცერთი ხა მე შემწხვა მაგალითად ისეთი რაღაცები ვილაპარაკა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა რომ მე შემწხვა რა საკმაოდ სისულელეები ყველაფერი სისულელე კი არა აი შემწხვა რა რომ რეებს ლაპარაკობს ეს თვითონ კალე პიროვნებაა სამარცხინო თვითონ პიროვნებაა სამარცხინო კი არა მე რა ვიცი ხა აი ამ ეს როგორ უნდა აპატივა ესეთი რაღაცა სადაც არ უნდა ილაპარაკოს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ხა სად ილაპარაკა და ვის პუბლიკას რა ასე ვთქვათ ვის ელაპარაკა ეგ ყველაფერი თავარია რომ ისეთი რაღაცები ილაპარაკა ჩემ ქვეყანაზე და ჩემზე რა ხო კი ჩვენ თვითონ ჩვენთაგანზე ხო რომ აი იცი როგორ გამწარდი გადავრთავ ცოტა დავიდოსო მე გადმოვრთავ ეს ლაპარაკობს ეს რა ეგ არის არ უყურე რა აი როგორ შევიდა როლებში მე გადავრთე უბრალოდ იმიტომ რომ
ამისი აი ყურება და ამას ყველას ფერს არა აქაური ვიღაცები, აი ეს ვიღაცები ვითომ პოლიტიკოსები, ეს რა პოლიტიკოსები არის? ეს არის ქართული ოცნების ბრალი, რომ გააღვიძა ესენი. მკვდარი ხალხი, მკვდარი პულსი არის სინჯებოდა და აყროლდნენ უკვე რა. სანაგოზე გადაღრილები. აცოცხლა რა და ეს მკვდრები მე და შენ პოლიტიკური პატიმრები ვართ ტრისტან ბატონო და ციხეში ვიჯექით და ციხეში რომ დამიჭირეს ამგენს უყურებდი ტელევიზორში გამოვიდა კიდე ამგენს უყურებ. 12 წელი გავიდა და კიდე ამგენს უყურებ რა. არავის სხვას არ უყურებ, კაცო, სულ ერთი და იგივე ხალხი ჩართო ტელევიზორს და ინტერვიუს იღებენ. იმედი არის თუ ვისა რა ქვია მაგათ რაღაცა თავარი ფორმულა. თავარი თუ ფორმულა. ყველაგან არიან ისევ ის ხალხი რომელიც გულისთვისაც დამიჭირეს იმაში დილეგები და რაღაცები გამოგვატანეს რა. ისევ ის ხალხია თუ ვერ გავიგე რა. ვინც გადაგვიარა. ხო, ვერ გავიგე ხა თან იცი მე ძალიან ეჭვმეპარება რომ აი ესენი ვინც არიან პოლიტიკურ ველზე ვითომ ოპოზიციას ვისაც ეძახიან ყველანი არიან კრიმინალები აგე რა გვარამიას უცბად ამოუგდეს ახლა იქ ტელევიზიის იქ თუმე იქაც ფულებს ჭამდა მე ვინც აფინანსებდა ეს ამბო ოქოაშვილი უკვე ამბო გაძარცვეს ტელევიზია გვარამიამ და გაბონიამო ხო და მოუარონ მელე რა ეს მე კი არ უნდა პატრონი ამბობს აგე რომ გამიძარცვეს მომპარესო კაცი ამბობს მომპარესო მილიონები მომპარესო ხო ამგენ არის ცოცხალი ადამიანი გამაკოტრესო კაცო აღგენ კიდე რომ მუშაობ ანუ ესე გაიმეორა მან იზანაშაული რომელიც ჩაიდინა რუსთავი-ვართა მიმართებაში კი ბატონო ხო მე რა სად უნდა შორს წასვლა აგერ არის მტკიცებულებები აგერ არის რუსთავიორს მანამდე კიდე ხო ჩამოაწერეს ქართულ მოუწევ 20 მილიონი ერთი 10 მილიონი რატო ჩამო ესე იგი რა უჭამია ამ სამშობელს დავიდა ერთი წელიწადს საბჭარა წელიწადს საბჭარა ციხეში და მილიონები შერჩა ხო რა მაგათისა ნახეთ ახლა გაფუფილებული და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს გააკეთა განცხადება კიდევ და ძალიან ესე იგი იმუქრება რა მოკლედ მაგათ ამუქარებმა ხო შევჭამა რა აღარ შეგვიძლია არ არის ისეთი თემა ტრისტან ბატონო ყურში არა ახლა კარგით რა ხო ღიად შანს უკვე და ხო ფაქტი არის რომ ესე იგი ჩვენ ყოფილვართ ამერიკის შეერთებული შტატების მონები რა ასე გამოდის იმიტომ რომ პიტერ გეუნება ახლა თუ არა ხარ არაფრად არ გეუნება პიტერ თუ არ გააკეთე უყურებს რა ამგეს უყურე რა დღეშია ბიჭო გეუნება პიტერ თუ არ გააკეთებ იმას ასაც მე გეუნებიო ახლა დღეს თქვა ასე თქვია ამას დიპლომატიური სხვანაირად თქვა მაგრამ აი თუ არ მოიქცევ ისე როგორც მე გეუნებიო ხო ეხლა კიდევ სანქციების ესე იგი ახალ იმაზე მსჯელობენ და მე საინტერესო არის რა სანქციები უნდა დააკისროს და რა ესე იგი ეხლა ბანკების არა მოიცადეთ ბანკებთან მიმართებაში ეხლა მაგინმა თუ სანქციები დააკისროს ბანკები მაგათი არის და მაგენით გაკურდებია ხო მაგენით დაკარგავენ იმ მილიარდებს რომელიც მიაქვთ ხო ახლა ქარხანა მაგათ არ აღუშენებიათ აქ ქვეყანაში ის გრანტები რომ გრანტებს იძლევენ ხალხს არ აძლევენ ამ გრანტებს ისინი ის გრანტები არის ისევ თავიანთი აგენტურის აქ და შესაბამისად შეიძლება თეთრდება და უკან მიდის კიდევ ჯიბეში და სხვა რამე აქვთ მათ ინვესტიციები ჩადებული ამ ქვეყანაში რომ სანქციები მიიღონ ამდენი წლებია აფინანსებენ ვიღაცა გამყიდველ რაღაცა კასტას ერთ იმას და გაზარდეს კიდე ამდენი წლის განმავლობაში, რომელიც ხელფასზე უზით არასამთავრობოა მე ერთ რამოდენიმე წლის წინ ჩემ მეგობართან ვიყავ ვერაზე და პირველ საწოლზე რაღაც ის იყო რა და ეს რაღაც არასამთავრობო არის. უნდა ნახო 200,000-იანი მანქანები და ვიღაცა პატარა ბიჭები და რას აკეთებენ რა აი ხო ქვეყანას ყიდიან რა არასამთავრობო რას ლაპარაკო რაზე უნდა აი ამხელა ფულს რო ვიღაცა გაძლევს ამერიკელი და შენ რო გამოხვალ და იტყვი რომ მე ჩემ ქვეყანაზე ვმუშაობ რომ ჩემ ქვეყანაში დემოკრატია იყო ხო მატყვილებ აბა რას აკეთებ
ბიჭო დაასანქციო რა თუნდა დაასანქციო კი უნდა დააყენო კედელთან და დახვრიტო რა თუნდა რა დაასანქციო არა მე რას გეუბნები ხო გვემუქრებიან ისინი სანქციები ჩვენ პირდაპირ დღესაც დაგვემუქრენ უკვე სანქციებით ხო და ეხლა ეს იმგეს არ ემუქრებიან ეს ჩვენ გვემუქრებიან ხო და ჩვენ მე და შენ რაში გვემუქრებიან ერთი გამაგებინე რა არის რა სარგებელი გვაქვს და არა ხო და მაგას გეუბნები აი რა სარგებელი გვაქვს ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ დაუშვათ ის სარგებელი ჩვენ ვეღარ მივიღოთ ხო ამას ფიქრობ სულ იქნება ვიღაცა ჩუმად მოდის სახში რაღაცა მოაქვს და მიტოვებს და მიდის რა ამდენი წლები ახლა მე სოხოწონი ნეტა აუ მოგშორდნენ ეს ზაღლიშვილები დაგვალებონ თავი და შენ წარმოვიდგინე თვითონ მეუბნებია всё დაგასანქციოს აღარ გაგეკარებიდო წავი თუ ჩემს ვარ დაგვალებიდო ანუ ესე იგი არ წავლენ ესე ბიჭო 100 ადვილად როგორ გავლენ ახლა მაგრამ ადვილად კი არა დღეს თელ სოფლიოში ამგენმა ცეცხლი დაანთეს ეხა უყურე ტრამპი ჯერ არ მოსულა და უკვე პალესტინელებს და ირანს და იმას ემუქრება და ეხა არ წავლენ აქედან რა ეს არის სამხრეთ კავკასია ეხა გლობალური პოლიტიკა აი როგორ წარმოგიდგენია ესენი რომ ეხლა გაბრაზდნენ და კაი სანქციებს დაგადე ვიშეშინია მაგათ სანქცია არავის რა ხო უბრალოდ ეხლა ეშინია პოპულისტური განცხადებებია ისევ იმგეს ეშინიათ ვინც სარგებელს ახულობს იქიდან ხელფასს იღებს რა ხო არასამთავრობოები გვარამეს 800,000 ლარი აქვს ხელფასს იქ ვიღაც არასამთავრობო შეიძლება 100,000 დოლარი აქვს ხელფასს მიდი და გაარკვე ხა ვირასაკეთებს ხო მაგრამ ნახე ახლა თვითონ ახლა მაგენიც ახდება იცი თქვენ მართალებზანეთ ახლა მაგენის აქედან წასვლა არის ძალიან რთული და რატომ იცი რთული კი არა არ წავდა ხო იმიტომ რომ თბილისი არის ცენტრი ხო ცენტრია თბილისის მეშვეობით ისინი აკონტროლებენ როგორც სასონხერს ისე აზერბაიჯანს ჩრდილოეთ კავკასიას აქეთ თურქეთისაც მიუწევად ხელი აქედან ირანზე არაჩვეულებრივი წტომა აქვს ხო წარმოიდგინეთ ახლა რამხელა სირია აგერ კიდევ ხო და რამხელა ის ხო საგდენი პუნქტი რომლის მეშვეობითაც ისინი აკონტროლებენ აი ამ ტერიტორიებს ხო სირია კი არა აქედან ადის ესე ჩრდილო კავკასია მუსულმანური სამყარო და მერე მთელი ვოლგისპირეთი საიდანაც შეუძლიათ რომ ააფეთქო რუსული შიდა არეულობა გამოიწვიონ ხო რამოდენიმეჯერ ქონდათ კიდევაც ესეთი მცდელობა აგერ ჩეჩნეთი აგერ ის დაღესტანი ხო და აქ ჩვენ ეხა ეს რა თამაში მიდის უკვე რა თან მით უმეტეს ეხა თურქეთმა იქ საერთოდ არც მოგვიაზრებს როგორც ქვეყანად მოგვიაზრებს როგორც თავისი ისო და ჩემი ტერიტორიები რომ დავიბრუნო არც იძახის რომ იქ რაღაცა გურჯისტანი ხარ რა ერთ-ერთი ისა ხარ რა თანაც იძახი ჩემი არისო ჩემიო ხო ჩემიო მაგაზე არც ლაპარაკობს რომ ის რაღაც სადავოც არ აქვს რა და ესენი კიდევ რა ვიცი ეხლა იმის ნაცვლად რომ ეხლა გარანტორი არის რუსეთი ჩვენი იმასთან დაკავშირებით რომ დღეს თურქეთი რაღაცა არის შემაკავებელი ფაქტორი არის დღეს არის რუსეთი მარტო თურქეთი კი არა გარშემო ჩვენ სამეზობლო არის მოდი შევთანხმდეთ ყველა ჩვენი მტერია კი ბატონო გეთანხმები ერთადერთი გარანტია იმისა რომ ესენი არ გვესხმიან თავს არის რუსეთი კი ბატონო კი აი გეთორე აქამდე თურქეთი აი ბათუმს და იმაზე აღარ არის ლაპარაკი ფოთსაც მიწვდება გურია ფოთი კი ბატონო აგერ აფხაზეთშიც იქ რაღაცეების აი ხლა აქ თავის გავლენა აფხაზეთში აქვთ კი არა სერიოზული რუსებმა აქვთ სერიოზული გავლენა სამხედრო ბაზა გააკეთეს თორე იქ სერიოზული გავლენა კიდევაც და კი სერიოზული გავლენა აფხაზეთში ხო და ჩვენ ახლა რა ვიცი მე ჩვენ ვფიქრობ რომ თავი უნდა როგორმე გადავირჩინოთ და აი ეს არეულობა ხელისუფლებას მოვთხოვოთ დამშვიდეს და დააწყნაროს ეს სიტუაცია დააწყნაროს სულ რამდენი 500 კაცია 500 კაცი კი არა 1000 იყოს რა დააწყნაროს ეს სიტუაცია ცეცხლის იმის დენთის კასრზე ვზივართ რა აქ ერთი ასანთის გაკვრა ნიშნავს რომ ჩვენ დაგშვილიან ეგრევე რა დაგშვილიან მარტივ მომრავლე ქვეყანა აღარ გვექნება რა და ესენი ეს პატარა ბავშვები ვიღაცა სტუდენტები რომ ყავთ ესე გაბრიყვებული და გონში არ არიან რა შეიძლება მოყვეს ამას შედეგად ჩვენ უნდა ნათლად დასვან და აუხსნათ გინდა ტელევიზიით და გინდა იმ უმაღლეს სასწავლებლებში სადაც აი ეს სამჭედლო გახადეს და აი ესენი აი ეს რასაც აკეთებენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში არიან გამოწრთობილები რა საკმაოდ რთული მდგომარეობა არის ბატონო რამას მით უმეტეს ეს ბოლო დრო უკვე
და ბოლო თვეები, რაც უკვე და არჩევნების შემდგომ ფაქტიურად უკვე ღიად დაიწყო მოქმედება მოწინააღმდეგე მხარემ, არათუ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება, არამედ ჩვენ წინააღმდეგ, ქართველების საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის წინააღმდეგ. ანუ მე რო ვამბობ დიდ ნაწილს ქრისტიან მართლმადიდებელი ოჯახური ტრადიციებისა და ქვეყნის, ესე იგი, ფასეულობების მატარებელი ადამიანების წინააღმდეგ, ხო? ეს არის ფაქტი არის. 85% მინიმუმზე ლაპარაკობ. ხო, აი მას ვამბობ რა, ეს ხალხი ვარ ჩვენ, ხო? ხო და ამიტომ ამათმა ჩვენ ღიად გამოგვიცხადეს ომი უკვე. აქ რომ მარტო პოლიტიკური ბრძოლა იყოს, რომ პოლიტიკური მიმართულებით ებრძოდნენ ხელისუფლებას, ხო, სხვა საკითხი არის და სხვა ესე იგი უკვე შეგვიძლია მიმართულება მივჭეთ, მაგრამ აქ რომ პირდაპირ შენ გეუნებიან პირადად თვითონ ჩვენთანაც შენ მე და ჩვენაირ ადამიანებს რომ თქვენ ამ ცხოვრებით კი ამ ცხოვრებით უნდა იცხოვროთო და ამ გზით უნდა იაროთო, ხო? ეს უკვე არის პირდაპირ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა არის და კი ბატონო, ოჯახის იდენტობის, წარმომავლობის, ენის, ყველაფრის წინააღმდეგ. ხო და ამიტომ ძალიან დიდი სიფხილზე გვმართეთ, თვითონ მეგობრებო. ძალიან აი გარდა სიფხილისა, თხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ გავდივართ ეხლა აი დანის პირზე დავიარებით ეხლა ღმერთთან უკნას რომ რაღაცა მოხდეს ამ ქვეყანაში და ვინმე რაღაცა ტვინში მოუვიდეს ისეთი სისულელე რომლის საფუძველზე შეიძლება ვიღაცა მოკლან შეიძლება ვიღაცას რაღაცა მოწიონ ხო გეგმაც აქვს ხო და ეს გეგმა მოიღო აღსრულებაში ხო ჩათვალეთ რომ ეს ქვეყანა დაიღუპება და დაიღუპება სამუდამოდ მით უმეტეს ბატონმა რამაზიმ ძალიან აგერ და ჩვენც ასე ვიცით და ასეც არის და ამას ვერავინ არ გაიქცევა ჩვენს ირგვლივ სამეზობლო ყველა ჩვენი მტერი არის და ყველა არის ჩასაფრებული იმაზე როდის წამოკრავ ფეხსაც წაიქცევი რომ მე ყველა თავისი წაიღოს რაზეც არის ჩასაფრებულები გმართებს კიდევ მეორებს სიფხილზე და იმ მოუწოდებ მე ქუჩა მოწანწალე ამ უაზროთ ამ უსამშობლო ადამიანებს რომ შეწყვიტონ ეს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ეს არ არის ევროკავშირისკენ სვლა ეს არ არის ევროკავშირისთვის ბრძოლა და ეს არ არის იმისთვის ბრძოლა რომ ეს ქვეყანა გაიმართოს წელში ეს ქვეყანა ცოტა ნორმალურად წავიდეს როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკური კუთხით ხო არ არის ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ რასაც თქვენ აკეთებთ თქვენ ჭინკებო აი რასაც თქვენ აკეთებთ ამიტომ თხრილად იყავით თორე ქართული ხალხი მართლა გამოვა ქუჩაში და ქართული ხალხი რო გამოვა ქუჩაში მე ქართული ხალხს ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს და ყველა მიიღებს თავისას ის რაც ეკუთვნის და რაც დაიმსახურეს თვითონ ტელემაყურებლებო მადლობთ რომ გვიყურებთ და არჩით ჩვენთან მომავალ შეხვედრამდე